დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია. რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერთა სამიტი მომავალ კვირას გაიმართება. მხარეები უკვე შეუდგნენ მოსამზადებელ სამუშაოებს. შეთანხმებულია შეხვედრის ადგილიც, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. ვლადიმერ პუტინმა შესაფერის ადგილად არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაასახელა და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებისთვისაც მზადყოფნა გამოთქვა. პუტინი არ არის წინააღმდეგი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდეს, მაგრამ პირობებს აყენებს. დაინტერესება ორივე მხრიდან იყო გამოხატული. მნიშვნელობა არ აქვს პირველი ვინ რა თქვა. ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ასეთი სახის ღონისძიების ორგანიზებაში. ერთ-ერთი ასეთი მეგობარი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ საამიროები იქნებოდა ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი. არაერთხელ ვთქვი, რომ მთლიანობაში ზელენსკისთან შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონკრეტული პირობების შექმნა. სამწუხაროდ ასეთი პირობების შექმნისგან ჯერ შორს ვართ. პირობები აქვს უკრაინის პრეზიდენტსაც, ესაა მკვლელობების დასრულება და ცეცხლის შეწყვეტა, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მოსკოვს თანხმობა ჯერ არ უთქვამს. უკრაინის ლიდერი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტელეფონით ელაპარაკა დონალდ ტრამპს და დღეს მორიგი კომუნიკაცია ჰქონდა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან. მნიშვნელოვანია გავიაროთ მთავარი დეტალები. პრიორიტეტები სავსებით ნათელია. პირველი, ესაა მკვლელობების დასრულება და რუსეთი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. მეორე, ფორმატია ლიდერებისთვის, რომ შეხვედრამ ნამდვილ გრძელვადიან მშვიდობამდე მიგვიყვანოს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლიდერთა დონეზე საკითხების გადაჭრა ნამდვილად იქნება ეფექტიანი. საჭიროა ამ ფორმატისთვის დროისა და მთელი რიგი საკითხების განსაზღვრა, რომლებიც უნდა გადაიჭრას. მესამე საკითხი გრძელვადიანი უსაფრთხოებაა. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად. უკრაინას ომი არასოდეს უნდოდა და იმუშავებს პროდუქტიულად მშვიდობის დასამყარებლად. რუსეთზეა დამოკიდებული გადადგას ნამდვილი ნაბიჯები აგრესიის დასასრულებლად, რადგან ეს ომი მან დაიწყო. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების დაწყება კრემლში გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგია. სტივ ვიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის რიგით მეხუთე შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა. სწორედ ამერიკელმა დიპლომატმა შესთავაზა მოსკოვს ჯერ ტრამპი პუტინის და შემდეგ ტრამპი პუტინის ზელენსკის სამხრივი შეხვედრის ორგანიზება. კრემლში პირველ ვარიანტს დათანხმდნენ, მეორე კი კომენტარის გარეშე დატოვეს. თუმცა დონალდ ტრამპმა ვიტკოფის მიერ ჩატანილი გზავნილი შეხვედრის ორგანიზებისთვის კარგ შანსად ჩათვალა. ძალიან დიდი შანსია რომ შეხვდნენ. არ განგვისაზღვრავს სად, მაგრამ დღეს ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ პუტინთან. დიდი შანსია რომ ძალიან მალე დავასრულოთ ეს გრძელი და რთული გზა. ვერ გეტყვით, რამდენად ახლოს ვარ შეთანხმებასთან. მანამდე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ვერ ვუწოდებ გარღვევასაც. გულისხმობ იმას, რომ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. უამრავი ადამიანი იღუპება, საშინელი სიტუაციაა. გვინდა რომ შევაჩეროთ, რაც შეეხება მეორად სანქციებს. შეხვედრიდან ჯერ 8 საათი გავიდა და ვნახავთ რა მოხდება. თქვენც ნახავთ უფრო მეტ მეორად სანქციებს. სატელეფონო საუბარში, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პუტინ ვიტკოფის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა, მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც მიიჩნევს, რომ ვიდრე ლიდერთა დონეზე შეხვედრა გაიმართება, ჯერ მხარეებს შორის პოზიციები უნდა დაახლოვდეს, მათ შორის ევროპელ პარტნიორებთანაც. დღეს კარგი დღე იყო, მაგრამ წინ გველოდება ბევრი სამუშაო. ასევე მოგვიწევს ბევრი დაბრკოლების გადალახვა და იმედი გვაქვს ამას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, საათებში, მაგრამ შეიძლება კვირეებიც იყოს. ვფიქრობ, ახლა უკეთ გვესმის, რა პირობებში იქნება რუსეთი მზად, რომ დაასრულოს ეს ომი. უნდა შევადაროთ ეს იმ პირობებს, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც მისაღებია. უნდა ვცადოთ, როგორ შეგვიძლია ამ ორი პოზიციის დაახლოება. თუ უკრაინელებისა და რუსების მოთხოვნებს შორის მანძილის საკმარისად შემცირებას შევძლებთ, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტს შეხვედრის შესაძლებლობა იქნება, რომელშიც პუტინიც და ზელენსკის მიიღებენ მონაწილეობას. ლიდერთა შეხვედრაში ევროპელების ჩართულობა თავად დონალდ ტრამპმა გამორიცხა, თუმცა ბრიუსელის შესაძლო სამიტის გამართვას მიესალმება და უცვლელად ტოვებს საკუთარ მიდგომას. უკრაინა ფრონტის ხაზეც და მოლაპარაკების მაგიდასთანაც მაქსიმალურად ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ რამდენჯერმე გავიმეორეთ ჩვენი პოზიციის შესახებ. არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე და ევროკავშირზე მეტად. აშკარაა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობით, რადგან ამას ვხედავთ მათ ქმედებებში და არა მათ სიტყვებში, მაგრამ რა თქმა უნდა
უნდა მივესალმებით ნებისმიერ ზეწოლას, რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის უზრუნველსაყოფად და მივესალმებით ნებისმიერ სამუშაოს, რომელიც მიმართულია მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და მუშაობს ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან, რომ ის იყოს ძლიერი ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ კვირას დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგება, ეს იქნება პირველი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეორე ვადით თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. ვაშინგტონში მოსკოვის სიგნალს პოზიტიურს უწოდებენ, თუმცა მომზადებული აქვს სადამსჯელო ნაბიჯებიც. მეორადი სანქციები, რომლის ასამოქმედებლადაც დონალდ ტრამპს რამდენიმე საათი დარჩა. პუტინისთვის მიცემული 10 დღიანი ვადა ხვალ იწურება.